მოგესალმებით, მესალმები აყურებელს ყველას. ეს არის სკაპენის პოდკასტი, საპილოტო სერია. მე ვარ თქვენი ჰოსტი. ნუ ხო რა, ჰოსტი, ეს არის ჩემი კო-ჰოსტი, მე ვარ კუგა, გდანელი. ეს ჩემი შინაური ცხოველია. და მიდი, შენ გაიცანი ხალხა. გამარჯობა, მოგესალმებით, კაპიტენ ხალხა. მე ვარ ირაკლი, მე ვარ ვაკელი. და ხარავი, კაპიტენ ხალხისთვის პოდკასტის დაწყება გავყიდეთ, იმიტომ რომ ან აჭარაბეთის სპონსორად პოდკასტები გვაქვს ქართველებს მარტო, რომელიც სპორტზე ლაპარაკობენ, ან რავი, ნუ ნიკონეგრეძე და ერფსარტ ნიკონეგრეძე გავთია. ნიკონეგრეძე უნდა. ის მელოტე? ხა, აჭკება. ხა, იქ გავთია. ეგ გავთია. აი, მაგარი ყლეობა, მარტო შემჩნეული მაქვს, აი, ყველა ქართულ პოდკასტს უჭველი ან კრაკოვეთი ასპონსორებს, ან აჭარაბეთი. ხარავი, მე თვითონ ვფიქრობდი, ანუ როდის მონეტიზეიშნი მოგვინდება, ან რავი, კაზინოები უნდა გავაპიროთ, ან მეოხშეები უნდა გამოვიდეთ თქვენ. ჩანი აი, OF გავხსნა. მეოხშეება? Viewers-ი გამოვარდეთ ფულებს და გამოვარდეთ რა ვასეს ხათ და მე საქმეები არცაც. ბოზოვიდან უფრო მიდრეკილი ვარ, მაგრამ აჰა, გასაგებია. ხო, ბოზოვაზე უნდა მელაპარაკო მე სხვა შორის. ინტერესად გავგაბზდა რა. იმენა რავი, ატმოსფეროს ვერ ხგავიზნა, მაგრამ გავგაბზებული რომ ხალხი პოლიციას შეყლესწოს ყველა. იმენ დიდი კაცები. დიდი კაცები პოლიციას ხასუყავენ, ეს სადაფიქსია. ბიჭო, რავი, იმენა TikTok-ზე კომენტარებში შეხვიდე, იმენა 50 წლის კაცები, იმენა ლეუნჩევს, კახუნჩევს, ვინც იყო ეს კუშნევიცი, მონდა ეგეთი ტიპები არიან. просто აუსაღალძო და კაი კაცი ხარ და პიდარსტების კომენტარი და რაღაცა. მე იმენა ის შეფხია, TikTok page-ები ვარ დამოვალებული მაქვს, მაგრამ არ გაჩნდა დამოვალებული, რომ იმენა აი შსს TikTok page-ია და აი editებს იმიზე დამოტყანა, ანუ ეს კაცი editებს როკეს ნების სხვა თემაზე, აი TikTok-ზე იქნება და მაგრამ აი შსს უნდა რომ ყლეუწოვეს. აუ ის ერთი არის ვაფშე ხარება გმირია და ბანა просто არ მესის და არის თუ არა. აი ვარ დაუჯერებელი ფეიჯი. ხარება გმირია. ხარება მართლა გმირია ძმა. ხარება გმირია და მერაბიშვილიც გმირია. და ვაფშე ორი გვამი მინდა მე ამ წამს. ვინა. კონეს ახლა ვისი გვამი გენდობოდა. ეხა მენდომებოდა აუ მაგარი ზანი კითხვა. რავი, სასოფხაკაძის გვამი მენდომებოდა, თუ რა ქვია იმ ტიპს სასოფხაკაძის თუ რა. ზონა ვენდის. არა, იქ ხა. ვენდის. მაგტების გვამი მენდომებოდა. ორი მაკვანჩე. კი. პოლიტიკას არ ვეხებით. მარტო ის რომ მაგიტა. და კიდე მენდომებოდა აიმე ინჯიოშნიკი ბავშვი რო არის ყოველ იმაზე რო აი ეგ მართლა გასაცარია მე აი просто მართლა დაუჯერებელი ფენომენია ეს ინჯიოშნიკი აი просто ბავშვები დადიან აქციაზე მარტო იმიტომ რომ ანუ ინჯიო კარიერა იწყონ და ყველა ვიდეოში წინ დგან და ყველა აი მართლა დაუჯერებელი აი ტვინი მიფეთქდება მაგაზე რო ფიქრობ просто ანუ ეთოს წელში ანუ ეგენი ხდება პოლიტიკაში უჭველი და აი მართლა გუშოლება არ ვიცი. ბეთი უნდა დავდეთ მაგაზე. აჭარაბეთი თუ დაგოსპონსორებს უჭველი უნდა შემიტანოთ რომელი ენჯოშნიკი იქნება მომავალში პოლიტიკოსი. მართლა. აუ ისე აჭარაბეთის სპონსორებს აუჟებდი თუ ანუ სპონსორებს დამადებინებ, იმიტომ რომ ანუ 25 წელს არ ვიყიდე 7 წელი ძმაო და გუნდი მერაბზე გავმაზე ისეთი უფასო ფული რომ აი რავი. მართლა თელი ცხოვრობ მივიტერი მაგას ალბათ. ანუ რატი გამოიგო იმან აი სხვა აი მართლა დაუჯერებელია. აი ასე არ დავდებდი ვაიმე ჩემპიონ underdog. და შენ აღჯერო ძმა მე არაფასებდი. ჩვენ მე როგორც პიონერს ვაჰეითებდი და ჯამჩხუბამდე ეხა უკვე აღარა. იმიტომ რომ ანუ ბიჭო იმიტომ რომ ყველა ვიდეო ვიზებს და ანუ OnlyFans გოგოს არეკლამს ან steaks.
ანუ steaks უჭოლი არ იყო, ამ steaks ან merch-აც რა, კუგის steaks ახლოს, მაიკას steaks-აც რა, ფეხსაცმელებზე რა steak არ წერია, ეგეც მიყვარს მართლა. არა, steak ვარ დამასპონსორს დედას მომწყვა, რა, ისე დავდე ხოლმე links, აი, მაგლა რო იხები. სარიერთი გილია თან რა. ხაი, ეს სპონსორებისთვის ძალიან კაიესა, ძალიან კაი სურცე გვაქვს, ანუ ყველგან შეგვიძლია ბანერები გავაკეთოთ უკან, მთელი პოდკასტი გამოჩნდება. ბავშვი background რო აღარა და მთლიანად აი, იმენა იგვინდა. 4 კაზინო და ამაწერდი გირო გასპონსორებს. კი, 15 სერია ალბათ მივალ ფაქამდე. აუ ისე სოჩი რამდენ სერიას ელიგრო აი მე ბევრი ხალხი ყავდეს. ბევრი რა, აი 100 ვიუერსის რამდენი სერია დაგვჭირდა შენს. აუ. 100 ვიუერსის ავაი. მართლა ძალიან crazy-ია. 100 წამო. ალბათ სულ დავიჯერებელი რა. აი ყველა 100 კაცი უყურებდეს. აი რავი. აი ერთი 20 სერია რო ძალიან ჩაუდოდ 100 კაცი. ნე უფრო 15 მილიონია. აი ვეც აი 17. ხაი. ფულს ეს იმენა აი ფულის დადებაზე ვარ. ხო რა იქაც შეჯდა აშკარად ის საიტს რო გეკითხებოდა. Steaks არ დადა როგორც ჩვენ ცეტამაც. არა steaks-ზე დავდეო 40 ლარი შევდანეო. ნუ. მე ამდენი ჩემზე უბრალოდ მეგობარი რომ ყავდა მეთქი ანუ იმიტომ ყავდა რომ მეთქი აი ფულს დამადებინე რა ოდეს ფულს ხო რა არც ერთი როგორ არა 25 წლის. ანუ ხო რა ვიგე. ადაზე ჩავშო 24 ხერა ჩავშო არ ვქცაიდი. იტალიაში დავიჯერებელია. იტალიაში არ არის steak band არის. მართლა საო. მელანი მართლა. ვინ? მელანი. ის ქალი რაც მუსორინის შვილი თუ შვილის მიხვილ რაღაც. საერთოდ მანდა. ხო რაღაც არის რა. იტალიაზე ბევრი არაფერი არ ვიცი, ერთი ის ვიცი რა ხუჩა. და ჰქია Final Fantasy 7 spawn გავუშვა რაღაცა პარლამენტში მან. ხო იტალიაზე მე ვიცი რომ მაგარი გეტავარე. აი ნაპოლი თუ ნეაპოლი არ ვიცი სიმართლე თქვა ქვია. აი ვეი მე მაგარი გეტავა. სადაც ბავშვებს ვიყურებდი ხოლმე ვიდეოებს განგორები იყო ნაპოლში ფაიერვერკებს ესროდნენ თვალს რა ვთქვა. დანი და ვარკეთილი ვარსობს აი ნაპოლის ვიდეოს რატო უყურებ? ვარკეთილს მარკანდა მაშინია. ნაყოფი. მეტროში ნაყოფი ორი ისე მეტროში ჩავდიო მან ცოტა აი აგერ ვისად გამომიშედები ხოლმე რომ მეთქი იმიხوار გლაზდავს რაღაც. აი მენა ვინ ყავს ნაცემს. ვარკეთილი. ჯერა ეს გავლით ყოფილა ერთი ორჯერ. ხო და რაზე გადიოდა? აი ხაია მახსოვს ვარკეთილის მეტროში რატო ვიყავი ძმა? მე რომ ვარკეთილის მეტროში ვიყავ რა დამავიწყე. ასე არ ხომ ნაყოფი არის და არ ნაყოფი. ვარკეთილს ვარ ნაყოფი მეტო East Point-ის გამო გზაში თუ მიდიხარ. East Point-ში ვარ ნაყოფი მართლა ერთად მარტო ბავშვობაში ახალი ანუ გახსნილი რა იყო და ძალიან hype რა იყო ადამიანს. ეხა არის hype-ობს რა. არა ანუ ყოველდღე კიდე ან აეროპორტში თუ არ ცხოვრობ მე აფრიკაში. აფრიკა რატო გქოშე? არ ვიცი. მე პირად უნივერსიტეტში მაქვს სვანეთის უბანში და სვანეთის უბანში? ახლა აი ეს იგზედილე. კი. ვაფშე უნივერსიტეტში ან სვანეთში ვსწავლობ. სვანი ვსწავლობ ყავს. კი. ვაფშე ყავს სვანი. მაგიტა ვსწავლობ ხო კარგად. ოკეი. აუ მარტო ანუ მინიმუმ 2 საგანი მეტანება მინიმუმ. ჯერჯერობით. გეტენება რა უნდა ქნა? ვინც არის? აი ჯერ არ ვიცი სხვათა შორის, იმიტომ რომ ამას გამოცდაზე, მაგალითად კომპიუტერ მომცემის, პროგრამირების გამოცდაზე ვერ გავდივარ რა, იმენა ქულებს ვერ დავაკრავებ. და უნდა გადავაბარო თუ საგანი გამომიანოთ რაღაც, ეგ ასაფერყოვე მაქვს ჯერ კიდე. მე როგორც იცი, ანუ 200 დოლარი ანკლის სწავლა. 200 ანუ 200-ს გადავხდები, მაგრამ 500 ლარია მგონი ჩემთან. თითო საგანი. აუ რავი, აი просто. აი მაგ უნივერსიტეტი რა. ვინ მოსახლეობისა? აუ არ ვიცი რავი. აი მართლა არ ვიცი. ლექტორი კი არ ლექტორი თუ ინცა, იგა გამოყლებული ტიპი კახა. ნუ შემამაძდა. კახა. ანუ ისტორიას ხო მასწავლიან რა პროგრამა კომპიუტერ მომცემს, აი გასაგებია საქართველოს ისტორია, ეგ კიდე გასაგებია.
და ანუ სწავლობ ხო უჭერ მაგას კიდე შედარებით სწავლობ მართლა სხვა წარმოეცნიერებას ხო მე ხო და ანუ მაგვაყიდნენ ანუ წიგნი ტექსტი ხო გჭირდება რა და ანუ იძულებული ვარ რომ ანუ მაგ ტიპის კახას დაწერილი წიგნი ვიყიდოთ 50 ლარი თუ რაღაც და იმ მარტო crazy-ია აი იმ მაგარი ბიზნესი გაწყობილა hardfly ეგ ჯეშტიკების მე შენეგინა ბიჭო შენ წიგნი და მოსწავლებ მაგარი ფსევდონიმის ქვეშ ვარ ათან ის okay softcore რა back ნუ განა covers-ზე თავის პორტრეტი და ბიოგრაფია მთლიანი აი რა ბიოგრაფია ანთან ანუ მაგ ტიპს ანუ ავკასი ხო მაგისია და კიდე ანუ შავი ზღვის უნივერსიტეტი თუ შავი ზღვის international რაღაც აი კიდე მაგისია რავი რა ვაფშე რატო შეიძლება რომ ორი უნივერსიტეტი კონდეს არ ვიცი ბიჭო ძალიან გამართული რატო არ ნახანს ორი უნივერსიტეტი და სამი დუქანი ასე რავი არ ვიცი ეს დუქნები რო აღარა ცოტა ხავს ვაფშე დუქანი ვაფშე რა იყო არ ვიცი ეს მართლა გითხრა აი ეგ გამოტოვებული გვაქვს ეგიც გამოტოვებული გვაქვს ინტერნეტ კაფეებიც გამოტოვებული გვაქვს აი რავი ეგ არის ორი საქართველოს ფიქ დუქნები და ინტერნეტ კაფეები ორიოსთვის პატარა ვიყავით დუქნები ან ზოგ მომენტში ხდება რომ იყო რაღაც საკეიფო ადგილი და ჯაყურა წავიკითხე იმ დღეს პროსტა რა ქვია თეიმერს დუქანში იჯდა და ყიდდა რა წყალებს ხო ანუ აი მეც ანუ საკითხულისგან ვიცი მარტო დუქნები რა ერთ აი იმედა რომ დგენა რა რაღაც პროფესიონალი დუქნოლოგი გქრდება ძალიან და ინტერნეტ კაფეებს მოსწრებული ერთი ადამიანი რომელიც მე ვიდა სამი კიტნავები რომელიც რა ქვია უჯობესი იქნება რომ ლაპარაკი შეეძლოს რა საწყლად აი მაშა crazy აიკა ხო მასწრებული აიკა ვერ ლაპარაკობს იქა გარეთ არ გადიოდა ალბათ ბავშვობიდან აბრავი ინტერნეტ კაფეებში ვიყავი რა არა მეც მახსოვს იმიტომ რომ ჩემი კორპუსის გვერდზე იყო გარეჟიდან აი რაღაც სამყლეობა კომპიუტერები კი იყო მაგრამ ორი გადიყო რა მწკრივად და ყოველყომარობდა ან CS ან SAMPS და რა ისე ძალიან ერთობოდნენ თან ამ განათებაც არის უბრალოდ ერთ ლამპოჩკა ბოზები დაკიდებული და კომპიუტერები ანათებენ ძალიან აი ინტერნეტ კაფეში SAMPS-ია დაუჯერებელია მაგრამ მე მინდა რომ აი ეგ კულტურა დაბრუნდეს ანუ აი პაკისტანის ტეკენის ინტერნეტ კაფეები კონდეს მართლა ან ეხლა გვაქვს ყლეობა Fortnite კიდევის ან ლოს თამაშობენ ან რავი Fortnite შეცა slash-ის რო აიღებ კაცი პრესტა მოყოლა კაცი slash-ი რო კიდევს გერჩა League of Legends რო თავი მაგრა რო თქოლო აი League of Legends აი რა ინტერნეტ კაფეში game აი League of Legends აი ამათამაშ მართლა აი დაუჯერებელი რამე აი ერთი ორჯერ მაგ ნათამაშალ მე აქვს კვასოს კონდა დავადების ხება წაგვიყვანა ინტერნეტ კაფეში აი რა მოვჭე იგდე და არ ვიცი მე ხო და წაგვიყვანა და მაგდოს პრაიმში იყო Fortnite და მეც Fortnite-ის პრაიმში ვიყავი მეც რა შენ ზო სახელგანთქმული Fortnite-ის პრაიმი ეგ ნამდვილად ვინც არ იცის მე ვარ ცნობილი Fortnite-ის მოთამაშე ბუგა აი შენ მეც არ ვიცოდი ზო ხო მე ვარ რა ეს მომბეზდა და თავი გამანებია ასე კვესტებს ახლა საით კვესტებს ხო ქართული სოვა ო რა ისე ბუგა არსებობს სასურველი რა კი როგორ არსებობს ბუგა არსებობს და ეხლა ბუგას მოხდა ორსი არსებობს როგორც ფოშოში ახსოვს ბუგა დავინახე მაღაზიაში რა შემოატრიეს ქალი ეხა უკან ორსული და გადახაზული იყო და ვერ მივხვდი ბიჭო მეთქი ეს რას ნიშნავს ანუ ქალებიც არ შეიძლება ბუგად ხო მე თელი ბავშვობა მეგონა რომ ქალებიც ბუგა არ შეიძლება იმიტომ რომ რაღაც აფექტებოდნენ ეგრე რომ დაელია მე ბავშვობიდან მახსოვს ბუგას აი ვაფშე აი ყველა ჯოდა იმენა აი ცნობილი ფაქტი იყო ბუგა არ უნდა გელენ ყლეობა იყო და თუ დავიყლა ტიპი იყო თორე აი ყველა ენერგეტიკული მე თესლია აუ ბიჭო რავი X-ელი მართლა თესლია Red Bull-ის თესლია მე
ანუ გვერდით მინდას 2 ცალი უშაქრო Red Bull-ის ცარიელი ქან ამ წამს. მე ბოქსი კავამიდოს. ბოდიშიცა. მაგ ვეიბზე მე არ ყოფილი ენერგეტიკული კული მინდა. ეს ანუ გემო აქვს პრესტა, ანუ Coca-Cola-ს მიჩვენე ვერად. ამე გემოს გამოვსავნა. სელის გემოს გამო რატომ უნდა დალიო ბიჭა? რავი, ანუ გემო აქვს თან ეს გემო აქვს. Acquired taste ალბათ ეგეც. ეკია, ან ყავა რატომ უნდა დალიო გემოს გამო? ესეც ანუ ხო ყავს უფრო გემოს გამო არ ვსვამ, მაგრამ ყავს ანუ გემო აქვს, ანუ მე გემო. ოკეი, ტალახიანი ყავა ჯობია. ხო, იმიტომ რომ რთიანი ყავა რა ყლევა. ან შენ საყლეობთ ზოგადად ყლევა. ზოგადად ყლევა პროსტა. ან მე ვერ ვინელებ, მაგრამ ეს ვერ ვინელებ, მაგრამ მაინც ყლევა, ან ფილმად დაადასტურა. ტრამე ყველი რო ჩავაგდა, მəni ყველი უფრო მოსანელებელი. ყველიანი ყავა. ყველაზე ისეთი obsession მაქვს ბავშვობიდან, ანუ obsession ანუ გერიქით. ისე. ყველს ვერ ვიტან მართლა. ანუ გეზიზღება. ყველი. ხო, ანუ ხო. ანუ პატაჟი ანუ ბავშვობაში საჭიროა მიყვარდა მაგრამ და ანუ მე ერთხელ გავიგე, ანუ ყველი ქონა, მაგის მე არ მიჭამია. რითი ხაჭათი გენა? რა პატარა ვიყავე. მე არც მახსოვდა ჩემ მოყვა. ანუ მე ხაჭაპური არ მოყავს, იმიტომ რომ ყველი არ მოყავს ზოგადად. მაგრამ հետომაც ძალიან ქართული ყველი არ მოყავს იმენა რა. თორე ან ჭყინტი ქარხნის ყველია რა. არა. როჭრი და ფიცვალე რა გადმოდის ზრცერზე. დაუჯერებელია ბიჭო. ტიპები რა, ანუ ბაზარში შევდიხარ. ბაზარი ეჩენს დაუჯერებელი რაღაც რა. ეს შედიხარ და ანუ ღმერთს იმენა ღმერთის კაცობის იმედად ხარ რომ ისეთი რაღაც არ მოგხდეს რაღაც საოცარი პესტიციდი რო არ ქონდეს თუ რა ანუ იმენა პრედატორებს რო ჭამდი და მე დედა არ გეწმამოდეს მართლა აი ცოცხალ ქათამს რო იგი ბაზარზე ან იმ დავსო ბიჭო თეზები რო აქვს ხოლმე ბიჭა აკონიუმები რო აქვს ხოლმე თეზები რო თქრან კი არა იმ დღეს ფეხი ჩავდიოდი მეტროსკენ რა ახლოსაა ჩემთან მოსკა ჩავდიოდი და არის საახალწლო რო ქვია ბაზარი რა უნდა ან მეტროს გვერდითაა გახსნილი ჩადიხარ ან გვერდით არიან ინდაურები პროს ორი ცოცხალი ინდაურია დაბმული რაღაც ხის პატარა ანუ ხის ფესზე კი არა სტამპზე რა დაბმულები არიან განა პროსტა აქ იყურებენ გამოკლავდი მეთქი ანუ ეს რა და მე რიგით გაიხედები აი ჩემ ხელა ღორის თავი კიდია ხო და აი მას და აი დასრილაცა კლანშიც აი კლანში ან ჯერ თანაყოფი მაგის გავახო მიწავს და მართლა აი რაღაც აი არ შედის ტვენში რომ ასე აი არსებობს Man, that's crazy. დეზერტირები вообще crazy-ია. დეზერტირები რამაზე? აი მეორადებისაც. ტანშიც რომ მეორადები, ანუ ისეთ რაღაც სიმბიოზიტიკური ურთიერთობა აქვს, რა ქვია, ბაზრებს და მეორადის ტანსაცმლად. იმენა, სადაც ბაზარია, გვერდით უოჭველი მეორადი იყოს, უნდა იყოს გახსნილი. ერთხელ ანუ კეშოსაკ რაღაც მეორადების ფაქტი რა. ეს ციფრები ნორმალური აქვს და მეორე სართულზე არის აი მეორე სართულზე არის პროსტა სიგიჟე მართლა აი იმენა აი ომრები ყრია აი მართლა აი მისვალთ ომრები აი ცხებაში არ იქნება ნახე პროსტა და ანუ აი ისეთ ნარწევის სუნი იდგა ბოლოს რო ვიყავი პროსტა აი იმენა კი ან გული ამარი აი ხო დაუჯერებელი ადგილია მე კიდე შეყარებულმა წამოყვანა დიდუბის მეტროს გვერდითაა რაღაც просто ან დიდი სივრცეები რო არის და რო რენთავენ რა warehouse რაღაც რო არის просто warehouse-ია რაღაც ან ძალიან კარგადაა გარემონტებული ყველაფერი პარკინგი აქვს outdoor gym ქონა გვერდით და შედიხარ და არის ანუ ერთი 1000-ობით 5 არის რა ანუ просто დაინთა გახეული და აჰა მიდით რა და ახლა ეგ თესლია არა ანუ ზოგადად მსხვერპლიანი იყო იმან ანუ ცხნერი ესვა. ან პროსტა მაგარიაფია და მაგიტომ მეწახვიდა მაგ. და ან იმდენი დასეცრელია რომ ვერაფერს ვერ იპოვი. ანუ აზრი არა არის. მართლ დღეით უნდა იყო რამე იყო. ოისავი. ის ფანდი რა ნახეს ამას
ოდეს რაც ბოსნიის და სერბიის ჯერზი მაგაზე кайფან ცხოვრებაში არ მინახავს რა. მაგას მე ვერ ვიცნობ, იმიტომ რომ ძალიან გავს რუსეთის იმასთან, ძალიან არ მძერ ჩემპიონთან. ლე აკედოზე. არა, ადგილი აღარ მოკედეს. სხვადასხვა. აა ისე უნდა გავაკეთო. მით რო გავიგე მაგას უნდა ვყო და პირველი. ისე აზრის ხარ, აი curated ის რა არის, vintage shop-ები. მეორადები რო არის, просто on-თან რის ტიპის რო არის და თესარასებს რო გიჩავს. ანუ ეგენია მართლა აი უდიდეს მაგას დიდი ოფები მართლა არ არსებობენ აი მაგათ გამო არის რომ ანუ ეხლა მეორადში მიდიხარ და ანუ აი მე ისეთი ყლეობები ხდება რომ ანუ შედიხარ და ანუ არ ჩოდერთი 10 წელი hard rock cafe-ს მაიკა ხდება ზედიზე იმიტომ რომ ვიღაც რუსმა ტიპმა დაგასტრო დილის 7 საათზე ადგა რომ მე Instagram-ზე გაიყიდა $1000-ად აი რას ნოფიქრობ ბა ალტერნატივი ასეს საიდან იქცევს აი ეგ გამოგებინა ღმერთს ხა მეტი არაფერი აი მართლა ბიჭო ეგ რა აი ვარ დაუჯერებელი თან ანუ ჩვენებად პოსტავენ ერთი თვე რა და მე მეორე თვეს ან გაჩთან ვეთმანს და ყლეობებს მისებინ არ საიდან და დებენ $500 და სუი ენ იგრე იყიდება ხოზე ნიშ რა ყლეობაც რომ აი просто გაჩიტავენ ტიპები ანუ მართლა ჯუნიო ვათანავი 400 ლარა და ძალიან ჩაოლებრივად ხო და даже alt account აქვს ანუ просто დიზაინერების დაჟე ანუ სოი მეზე აღებასტავენ ჩემს და რუსები ვინ ჩამოდიან მაგით კლავენ და ახერან აი შენ კაი თეორია სხვა შევეს ინტროფერსონებით ისეთ თესლობებია გიждები ან ნიუროკია უეჭველი ან რაღაც აუ ხო ისეთი ლინიოქები აქვს თან ანუ basic არა იმენ ძალიან თესლი მოდელები აქვს ჩეკო აი მაგარი ნიშ პერსონები რაც იმ პიტრესი შეხვდება და მე დღეს ალტერნატივის გვერდზე ნახავ და ანასას ვასლას თერბია გზაათოს ერთ გზაათოს ეკნება ნაკიდებია აი გრილზე ეს ფიქრობა ჯო ანუ grilled ანუ ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის თესლია ძალიან პროსტა ანუ ეხა მე რო ანუ $10 მაიკა უნდა ვიყიდო და ან ნუ აგა $10 კაითენ ხო ძალიან ანუ მინიმუმ $10 უნდა ვიყიდო plus shipping $10 მინიმუმ და ან გამომწე მაიკას ყიდულობ 90 ლარა და ანუ აღარ გამოდის კაი deal და ვირუსატა უნდა იმათხოვრო იმას ანუ ეგ ანუ პროსტა ანუ იმე შეიძლება გასაშთელად შევიდა ხოლმე პროსტა დავალო პოლიტიკები თან არ ვიყიდე და არ ვიყიდე უცრავ scale და eBay where ანუ არ დამოგვამბე პროსტა მე მაინც მე არ ვიცი იმიტომ რომ რა ქვია middleman მყავს და ეგ მიზონის მერე და ნუ ხო რა vintage ისია vintage ძალიან დიდი ხანი ჩალიჩავდი და ანუ ვერ გავაკეთე account და ანუ ევროპული ნომერი ჭირდებოდა მართლა მე მაგ აა მე არ გამოკეთე რა просто ან ყველაფერი 3 евро ან რაღაც თან просто მეორადები აღონთ online და ანუ ძალიან ბევრი რაღაცა просто ან მეორადებში ხოლმე ისაა პრობლემა რომ ძალიან ბევრი რაღაცაა რა ძალიან იაფი და ვერაფერს ვერ ირჩევ იმიტომ რომ ან გეზარება რა ნახვა რაღაც და იღლები რაღაც ნახვა როცა გინდა ან რაღაც თესლი რაღაცები მაგრამ ძალიან მაღალი იმით რა ქვია price-ით და ანუ აუ მე მეორე სპორტ როდის ვიყიდე რა მართლა არ ვიცი ანუ ისეთი რაღაცებს ვიყიდებ ხოლმე სუკლეობს რომ ანუ მე ვერ დავიცი მაგრამ ზუსტად პროსტა მიგდია სახში რა აი გვერდზე მიდოს სკამზე ამწავს North Face-ის კურტკა მაგარი ყლეობა აი კურტკა არ მეტიდია მე არის ჯო არ ვიცი რამ დამარტყა ანუ აი რავი განში მე ანუ ეს ვიყავ თესლი ძალიან და ბადარ მქონე კესამაიღო და ხა მე დამჭირდა საყლეობას და განში რო წაგიყვანა ხო იცი მე რაღაც მიწის ქვეშ რა ვიყავ რა მიგანები ეგ მოგეცა რა არა ზოგადად დამსკამა ჩოლო თესლია მომითხარი და მოვედილ ბანშტა არაფერი არ იყო არდან წესი რაღაცა ვიჩდება ხოლმე ან რაღაც შუალები აქვს დაჭერილი მაგას და ჰუმანას აუ აი ჰუმანას მაგრამ ეყლევა და ეს ხო არ მიხოს კაი მომენტ ჰუმანაში არ შევდივარ მე ძალიან მისინია ხოლმე ფაშტემ ყავენ გონი ბოლოსან ორი წლის წინ და რა ვიოსვაი შევიყიდეს რაღაცები რა აჰაი ახუმას ასოს მაიგჯები ამ ხლობი და fast fashion-ზე რა არის ხარ ანუ რო ტრაგენ fast fashion-ს ყიდულობ რა პასუხი გაქვს ბიჭო ანუ
ანუ იცი რა მაგაზე რო ატრაკებენ ანუ თან ამობენ რომ ანუ თუ ანუ ხა დიზაინერის ფული თუ აქვს fine არის ხო ანუ რავი მეც მაგაზე ზრდება რამდენო აი მაგრამ ჯეიდეთში რომ ამ ფულს ხდი მაგ ფული სხვა რაღაცას ვეყიდი ეგრე მეგია რა თქმა უნდა ეს ხათსავეს ეგ დეიდლანდენ რაც ორ ფარიანტ რაღაც არა ფატნაც მე ამან აი ყოველს ეს ვაცანცა ეს ის слово ამართლა მქონია ეს მაგრამ მე ჩინური child labor-ის პროდუქტია სრულიად ძალიან ყლეობა ხარისხია მაგრამ ანუ დიზაინი აქვს რა პროსტა ხო ან просто დიზაინია ან მაგარი კოპირებული ბრენდია და მაგიტო მეც აუ მე Instagram Reels დავამყარ ვოლდროს FT Furry აი ვაი აი მართლა აი ჩემი dream closet აქ იმან აი დაუჯერებელი გრეილები აქვს ტიპს просто და ანუ სულ ანუ აი ვიდას ტიპი დადებს იდეას რა რაღაც ანუ ამარი ეძებს თავის closet-ს რაღაც და მე ეს დაუდუეთებს და იმენა აი ჯოშ თავზე fursuit-ში თან სოანი neon fursuit-ში ნალახი მოკონი ეგ ტიპი თავის clothing shop-ს განი მაგდებს და ძალიან რა ქვია ბინიას ყდის თესს და აპესტრიებს რა ძალიან თესლია აუ ხო იმენა ძალიან გიჟიტები მართლა აი furry-ებზე იმენა აი ხაშხადულება მომცა კონი ანუ furry-ები უნდა გავხდეთ რომ რაღაც მაგალი ინკამი გქონდეს ეგერთი ან ნაშობა არ დააკდებათ იმიტომ რომ ბევრი ამოტყოფია ამ ქვეყნად ამიტომ რავი ანუ ერთი furry არსებობს რომელიც ანუ ღატაკია ფული არ აქვს ყველა ანუ ხო აი ყო ფარცოა და ანუ ტექსტში მუშაობს იმენ ყველა უეჭველი Google-ში მუშაობს ან რავი Facebook-ში ან რაღაცაში დედამოტყმულში და ხო იმენ ყველა სენქშია ყველა კიველი არის furry მომოვალი ან ეხლანდელი აუ წერო ნახე Joe Rogan's podcast-ის ხოთ ანუ first episode-ში იჯდნენ ეგ დავასტები და ცოტა ვერ გავიგე ანუ მართალი იყო თუ არა ანუ ცოტა დამეზარანა ხო იმის ავითხარ Facebook-ზე რა უდოთ ხო ჩემი ნამუშევარი აი 200 რა დეგე მართლა ეგეთი ტიპი ვერ ზუსტად ყველა შევახი ქართველი კაცი ქალი გამღლებული რა ანუ თან ჩემი ნამუშევარი ეს არის ჩემი მამიდაშვილის ნამუშევარი რაც თავზე არასაღებენ არას მამიდაშვილს სახე არა აქ ამოდროულად და ძალიან დისტორტი სახე ეგ და თითები აქ 8 ერთხელზე და მეორეზე 3 და ნამუშევარი არის რავი კიტრი პამიდორის სალათიდან გაკეთებული ეს აი ჯვარცის ეპიზოდი 360 ძა უმაღლეს დეტალში საოცრება Facebook-ის კულტურას მოესწრა ხოთა შორის Facebook-ი ძალიან გვიან გავაკეთე ანუ აი ის ბავშვი ან ისეთი არტისტი არ იყო რაც ანუ იმ ბავშვობიდან რო ქონოდა რაღაც ერთი აი 10-12 მაინც ვიყავი რა ხო აი იმიტომ რომ ბავშვობაში არ მაკეთებდნენ ეს ხოთა შორის Facebook-ს მე იმას კაიხანი მისლინე მე 4-ის ვიყავ კაიხანი Facebook-ში და ეს პოსტი ჩემი კაი პროსტა აი დაუჯერე ისეთი თაფთენ ვიყავი ანუ დღემდე ვერ ხვდები რომ აი რა მომაფიქრებინა რომ ნათლია დამე და 4 წლის ბავშვმა ნათლია რატომ უნდა დადოს Facebook-ზე ნათლის ანუ ოფიჩო ეგ ანუ მართლა რაღაც ფენომენი არის ანუ ქართველები როდებენ რაღაც ანუ quote-unquote კლასიკური კინოებიდან შავთეთ სკრინებს აი და ანუ სულ რაღაც deep quote-ები აწერია და ანუ სულ არის ალპაჩინო იმენა და რაღაც ყლეობას ამბობს ალპაჩინო ის ნათლია ხარ ოქცადა წინ ანუ აჰაინ ქურდულ კულტურასთან ახლოს ალბათ რა შავი თეთრი ხო დიფრენტებია ხო იტალიელები და ქართველები რაც შემცემული მაქვს რომ ვერ რაღაცით ქოანი ერთმანეთს რა ქართველსა და იტალიას ასე მგონია კიტრის პამიდრის სალათა მაგერ გავსწორდებოდა რა აუ მე აი რავი Facebook-ზე ისეთ ყლევა მიმსვას შეერებდი ხოლმე რომ როცა გავაკეთე მაშინ თან გამკეთებინა მგონი კონტექსტ აი ხო შესული და რავი ჩამოსკროლე 2020 წელს 2020 წელს ბიჭო რამდენი წელი ყავ 2020 წელს აი ხო დიოთრესენ თავი თაკონტს ვიყავი და ანუ PewDiePie-ის Minecraft მიმსვას შეერებდი Facebook-ზე PewDiePie-ის მაიკა მქონდა ძმა 2002 წელს იორგენის მაიკა მე PewDiePie-ის მაიკა მქონდა რომ bootleg Redbubble-ით ნაყებდა ახსოვს ხო Brofist იორგენის მაიკა მქონდა რა და სკოლაში გაბაზებული იყო თაფთი ხალხისთვის რომ აი ამ ტიპ იორგენის მაიკა და
PewDiePie-ს უყურებს და Minecraft-ი ევასება რა. და ერთ-ეს დამადგა მაღალი კლასელი რა ვიღაცა და ბიჭო შენ PewDiePie-ს უყურებ ხო და აი ისე გავგიცი რომ მეთქი აი თქვენს უყურებთ და აი ისე ფენომენური გონა რომ რაღაცას YouTube-ს ბატონო ალობასო. ერთი ორი წელი დიდი იქნება მაგარი ბავშვია. წინა წელს ნახე სკოლიდან გადავიდა რა LoL-ს თამაშობდი ადრე. ნახე და ხუს მე მეკეთა ისინი რა ქვია კოსპორტა პროები. და ვახრათ ეს კურსმენია რა ქვია open back გიყვარ შენ ცოტა მეთქი კი და ამ დროს вообще არ გარკვეული. აუ აი open back вообще არ მეყვარს ანუ აი open back ან просто ანუ გონი ის არის over ან over ან on here გონიგა აი open back არ იმენა open back რაღაც mesh ისა უკან და ხმა უკეთ შედის თუ გამოდის თუ რაღაცა რა ხო ამ არის ვერცნარ კოდს გაატრაგე აუ ლოლი არის ესეთი თეორია მაქვს რომ ლოლი არის ახალი გოლფი რა რაღაც ძალიან სოციალური სპორტის პონტინგონია რომ აი ვეცს რო იცნობ უიჭოლი ლოლს თამაშს თუ არა ეგ უნდა კითხო რა და მე რა თუ ვარსაეგრე თუ თამაშს უნდა ანუ იმე ბრატებით ეგრე რა მომწერ მე დავეთე AUN-ზე ხარ AUS-ზე ხარ უიჭოლი ყოველს AUN-ზე არიან ატომაც რადგან ქართულ კულტურაში ძალიან არ გამიზარია რაღაც AUN-ი უიჭოლი კლევალკანებთან უნდა მოხდეთ არა ფრანკფურტში ვერ თამაშობ რა ქართველი აი მას და უკვე ჩვენს გადავადით იმაზე უკვე AUN-ზე იმიტომ ყველა იმანდა ხო იმენ ძირფესვიან და სისტემზარია ვერაფერს ასე მე მეკუსა რუსეთის სერვერებზე არ თამაშობს არავინ ეგ კი არა სერვერზე როგორ თამაშობს არავინ ბიჭო ქართველი ხო მართლა დაუჯერებელია მაგრამ აი просто იმიტომ ალბათ რომ ანუ ძალიან პატარა სერვერია ალბათ ანუ თუკეთ სერვერზე ჩალენჯი ხა ცოტა მიტყდება ხო მართალია იმენა რუკეთზე ხო ცადეთ ერთ კომენტაშენ იმენა მახსოვს რუკეთზე ცადეთ თუკეთზე ხანა მე მქონდა Valorant-ის აკაუნტი იმიტომ რომ იაფი იყო იმ ლირები ეგ მახსოვს მაგრამ LoL-ს ცადეთ ხო LoL-ს ცადე იმიტომ რომ მეთქი დავად პინგი მექნა და უბრალოდ ითამაშებთ ხო და ამოსულაში ანუ ეგ არის საშუალო თუნ game phase ამა ჩემი დრემდე თამაშობს ამერიკის სერვერებით იმიტომ რომ ამერიკაში ააკეთა აკაუნტი და ასე მოგადეთ პინგი ძალიან ჩოლო თამაშობს Wi-Fi-ზე დაჟე იდე რანგერს თამაშობს თუ ანუ просто TFT-ზე ხა ხო ეხა TFT-ის ჰოიზია რა ისე ოსება TFT რავი ტრანზიჯას არ უნდა დაურეკოს აი ყველაზე კიდე არ მიყურებს ეკრანს უყურებ და ამორებს TFT-ს თან ანუ вообще არ ესმის არაფერი რა ანუ იმდენად კარგად არის ის ინგლისური რომ გაიგოს ეს TFT-ის ბავშვი მაგალითად რას გაძლევს და ის რას გაძლევს და სინერგიები რა არის და ანუ კლასები რო არსებობს რომ ორი ტიპი რაღაც ერთი კლასის თუ არის ერთად უნდა დააყენონ და რაღაც ბავშვს მაგას ვერ ხვდება და რაღაც ბავშვს რო აგდებს მაგასაც ვერ ხვდება რასთან და რენდომზე თამაშობს და გაგიკურდება და ძალიან კაი ვარიანტი აქვს ანუ გადის რა იმიტომ რომ აქვს რა ინსტინქტურად უკვე ჩამოყალიბებულია პირველი სეზონი ინტუიციასაც ყავს კამპებს მართლა ან რა სეზონიც არ უნდა იყოს უჭველი ერთი ხელი და მეორე ზიგებს აი მე ვერ დავუმალე რა თილს აუტოჩეს აურაუნე ერთ პოასტ წოთია ჩემ Facebook-ს სკროლა როგორ შევასიხსენე ანუ თომასა აი ტრანსფერილა სანაი როგორ მიობს ვაშერებდნენ რა მეგონასაც ცდილება ანუ აი ეხა უყურებ პოსტი არის ანუ relationships test-ები ხო არის Facebook-ზე და ანუ просто ამ პოსტის screenshot-ი არის ამინა meme relationship და ეგ ცოტა რუსაცელია ხო ეგ ბავშვი ვიყავი ძალიან კაი რომ გიცნობდი მაგ დროს ისე მე ვოდი ახსოვს რომ ყოველს დავცინი რატომაც ან რაღაც არ უნდა და ონლაინ ამის თქო მაგრამ დავცინდი კომენტი ბიჭა აი რა კრინჯი ხარ მე მესეგრე ვიყავ მაგრამ აუია მე პირველად რო გაგიცანი მახსოვს ხმამაღლა გავიცინე შენ story highlight რო აი მე ხმამაღლა გავიცინე ხო აი მაშინ დავჯერებელი რა ძალიან კაი რა იყო ნუ ეგრე რო არა არაფერი არ მეკნება დღეს ფოქშა ან საიდან უნდა გამეცნო ან შუა
პანდემიკის დროს ადამიანის არ უნდა გაიცნო რა, თუ არა ხო, ვიქნებოდ კლასელების ამო დარჩენილი. ხო, თუ არა რაღაც საოცარ დისკორდში, სადაც ფერები არის როლებად, პრონაუნები და ან ყველაფერი რა. მას უნდა გაგიცნო უეჭველი ვიღაც. ან მეორე გზით წასულიყავი და რა ქვია. გრიგალას ფანი გამختارიყავი ან რა. აი, მას დაუჯერებელი. ეგ იმდრემდე ვაკეთე, მე ვიდეოს ეგზიპერა და რაღაცა. ბიჭო, ავიც რაღაც ის რო არის. მე ის მოხდება ხოლმე პოზებში რო ეკავს ის ერთი და როგა დაუსმაგრა რო აი. არა, ნე, თუფა. რეფერია რა. არა. ცოტა გამოგყლებული ტიპი რაც ანუ გონი იუთუბერი იყო ეგეთ დროს და ეხლა ანუ გადავედა იმაზე რომ ან ახალი მეტა იპოვა და TikTok-ზე ლაივებში გადის ის ტიპი რო არის იცი რაც კაი ვერც ახსნა იპოს არ მინდა რომ თქვა ხომ აღლა იმენა ანუ კაც ტიპი არის და ანუ ფრას ანუ TikTok სკოლა მაქვს თუ რაღაც ყლეობა და ანუ სათვალებს იკეთებს ბანდს იკეთებს და ლაივში გადის და ანუ შედიან ბავშვები რაღაც ანუ ყლეობს ეკითხება და ყოჩაღო და რაღაც შეუნები ანუ კაროჩა აი ძალიან დავითრგუნა ხა იგრა ხსანი ვარა ხომ თობაგან ნეგდაუმ მაგრამ ეგ არის მეტა და ხა TikTok-ზე შედის ლაივებში და ანუ ფეიქ დრამებში წავს ვიღაცებთან და გინემები და მთელი ამბები აი ერი ფენომენია TikTok-ს ლაივებში აი მართლა უჯერებელია ქართველები რო გამოდიან ვიღაც სხვა ქვეყანებთან და რო უკანიათ ამერიკის დროშა საბერძნეთის დროშა ისრაელის დროშა და რაღაცა იმენა აი რავი რაღაც სიგიჟე ქვეყანა რაღაცა იმენა It's დროშა იქნება თან რაღაც просто აი ყველაფერი მაგ Galaxy Gift-ის თუ ვარდების თუ აი მართლა აი მე ვეილები ყავთ ამოღამებული ვინც პერსონაჟს და მაგეთ დროშებს просто ამატებენ აბა TikTok-ში ვინ შედის და Gifts მიიღებთ და ვინ ზავნის ძალიან მაინტერესებს ეგ ტიპაჟი მე სხვა სწორედ მიყიდი აგეთები просто ანუ მართლა ან просто ანუ აი ან $1 მიყიდი Rose და ან მეგობრის ლაივსის გამგზავნე ანუ ხუმრობა და თითად არა rank checkmate-ი ზამბერფულთ ხარჯავა $1 რამდენიც ხარჯა ხომ დღეში რა თუ კაი დღეა ესე 200 ლარს და თუ lost streak-ზე ვარ რა ვიცი 1000-მდე TikTok-ში კიდე ყველაზე მაგარი ისა რა просто გარჩევები მოაქვს ხოლმე რა აუ აი მართლა დაუჯერებელი თან იმეა 20 კაცი არის სულ ლაივში просто და ერთი ყოველთვის იღებს ვიღაც კანტონა ბოშია და ყველა დრამა იცი და იმენა იღებს რომ დადოს მერე და გაგვართოს და რაღაც აი ყველაზე დებილობა ვიფექნებოდ რომ რაღაცას ვერ გაიგებს ერთი მე მეორე გაუტრაკებს ბიჭო შეტრია რა თქვიო მაგარი შარიანია და ეხლა გამოდიო რამის 4 წუთია რა გადის ვარკეთილიდან დიღობს ვიღაც რომ ან ნახოს და ან არა ახლა ეხლა მაგას გამახსნა ის ვიდეო ნახე პელე რო არის ის კაცი ის რეპერი რო ის ჭია 3100 თუ რაღაც არ ვიცი Punches rap ქართული აღონ ანუ აი ცენტრისტული პოზიციის რა და ანუ enlightened centrist არის მოკლედ ანუ რა ქვია ჭია 3100 მგონი ოჩი უნდა ნახა laser dim 3100 მანტია laser dim არა ვაფშე სხვა იმე conscious rapper არის ხოდა მოკლედ რაღაც big კონად მოკლედ მაგას და პელემ დააჯო თუ რაღაც არ ვიცი რა და მე დეფტეს ჭია 300 TikTok-ზე ვიდეოს გადახოვე ხელი პელეს რა და ზო მოგვარდით ბიჭებო და რაღაცეებიო და კომენტარებში აი იმენა ვაფშე ყველა კომენტარი პელეს აჯობს რომ რატო ჩაიჯვიო ბიჭო სხვა ატო გიკალებს და რაღაცებს უწერენ აი მოხლევდ უწელე რა კაცია აი მართლა ფენომენია იგო არ მესმის პელე ქართული underground hip-hops რაღაც უნდა უყოთ რა ვინმე თუ არ უყო ჩვენ უნდა უყოთ ანუ მართლა ჩვენ უნდა გადავაჩინოთ ანუ ეს კარგად დაწკაპინეთ ყველა ვაფშე რა ძალიან მალე ძალიან დიდი რაღაცები დატრიალდება და წკაპინი უნდა იყოს ვაფშე ყველა აი ვაფშე ყველა რაღაც უეჭველი გჭირდება რა ანუ კაი კატას მერე არაფერი ყოფილა კაი კატა იყო და მერე PvP flow ჰა კაი კატაზე თესლი მართლა ქართველი არავინ არა მე ვაგლიგებთ ახლა მაგრამ
ხალხი არის. ანუ ხა სიმართლე. ეჯიშკარი. აი ესე ანუ აი კაიკატაზე რო არ დაგე ანუ კაიკატაზე იმენ შენ დამფეთანა. იმენ შენ დამსვა. მე ჩემი თავი დავსვა. ახლა შენ თავი დასვა იმ მართალია კი. ეს დავსვი წინა წელს და მანამდე თელი ცხოვრება ვაჯავდი კაიკატას. რო ბიჭო ანუ მეთქი რას უსმენთ რა ქართული ჰიპ. არა, მეც იმენ ზუსტად მახსოვს აგაგზე ვიყავი და მე ჩემი ბიძაშვილი, კი, მე ჩემი ბიძაშვილი ვიყავით კაიკატაზე, მაგრამ ვაჯავდი რაღაც და იმენა ნახევარ საათში რაღაც სახში გადავადი ჩემთან რა, მაგის სახში ვიყავი. და ანუ ეს ოთახში ავედი და იგივე კაიკატა ჩართე დილას და ერთი ლუბზე უსმენთ სამჯერ. ამას დაუჯერებელია. NTG ბავშვი. აი მართლა. და დილში დაიზიდე დილასთან ერთად. it's turn account they so start. ისე ძალიან ვაჯავდი რომ ანუ მართლა მწვენია ხოლმე ან რომ მეუნებიან რომ რა ქვია ანუ ვაჯავდიო რა და ეხლა რატო უსმენ და ანუ მართლა სათქმელი არაფერი არ მაქვს და მართლა ანუ სავასლა. ბიჭო კომარა ანუ აი მე ანუ ჩვენ დროს ახლა ჩვენ პატარები რო ვიყავით მაგ დროს ანუ გასაგებია რატო ვაჯავდით ჩვენც იმიტომ რომ ისეთი ხალხი უსმენდა რომ ანუ არავინ არ იყოთ კაპიტენ და ეხა ანუ კაიკატს უსმენ იმენა ანუ სხვა ტიპი ხარ რა ანუ 2019 რო უსმენდი სხვა იყო ანუ underground არა კაიკატა просто ანუ underground უნდა იყო რომ გაიგო რა ხორდლო და ხა ანუ ბევრი ტიპის კაიკატა ფანი არსებობს მაგრამ კონკრეტული ტიპაჟები ანუ კარგი ხალხი არიან ნამდვილად ისეთი ხალხი არიან რომელიც წაფინ არიან და მოკლედ ქართული underground გწვერდება და ჩვენ მაგაზე მუშაობთ დედაღამე დავუღალავად რომ შევქმნათ ექსერტსა აუ მართლა იმე ისე ძალიან და რომ აი просто განავალ ტიპს და პიცა როგორ ხნავის აი რაღაც საოცრებასთან ანუ არავის არ გავიგო просто რაღაც ხლეობას ვეიგონებს და ერთი 10 მე რომ აი ხმეთი იქნება ეს ფეიჯი ვეკნება თავისი აი მასეთი ვიღაც რომ მოვეს აი ქართული Xavier so based and spending window და ქართული play შენ ქართული Xavier so based ხარ მართლა ეს ფოტო დავაინსერტო თქვენი side by side feature აუ ხო ნახეთ ანუ უჩვენი მოიხადეთ რა ბიჭებო და გოგოებო რა ანუ ისე underground გოგო რეპერი ვინით მოვისანთანა fruit snacks აუ fruit snacks და რეპერობა ერთიანობაში ხო კაი ეგ სასწაი მოვისანთანა უსმენ ხარ არა უსმენ просто ვიცი ასე გიგეს ეს უსმენ მარტო Susman Frank Ocean Susman და კაიკატა Susman და შე მას ამარდო მე Susman კაიკატაზე ვარ ცაცებული სამწუხაროდ არა და My Body Valentine's Susman ხომა და შე რა ვიცოდეთ რა ახლა რა ვიცოდეთ თანც მე ჯერ რა ვიტყვი ხავშუნდა ვიჯერ კაი მაშინ Doubler მე მაშინ და Doubler ხალ ჩაანთლე მასტერით და საზანოძეზე რა მემოიცი რა ენ უსმეით საზანოძეზე ცოტა შეიძლება ხო მაგ მაგას უთეშალავს ხო არა ზომა მართლია რაღაც ან ცოტათი მეტა მომწონს მეტა იქნებოდა ზურჯიტარიანს გააკეთებინა ეგეთი რაღაც ანუ საზანოძეზე რო აკეთებ ვაფშე არა მეტა საზანოძე ანუ ეგ მართლა კონცეს რეპერია ხო ანუ ეგეც სენტრს და მაქსიმუმ კოც თუ არა აი სენტრს თუ ვიცი ვინცა და შენ არ გევასება ბიჭა აი ერეკლი დაისაძე რა ვქნა აი ჰამბურგერისებით რაც პოლიციელი ჭამ ჰამბურგერს მაგდონალდში და მამა ჯიპში დადის და რაღაც ყლებები არ მომწონს რა ვქნა აბა რა ჩემი ყლერი თქვა bitches on my dick next thing you know we are in Miami და ბიჭა ეგ მართლა არა lyrically ეგ ან ეგეთ freestyle ან აი მაგაზე კაი freestyle მართლა აი არ ვიცი აი on the radar Xavier so based მართლა დაუჯერებელია
მართლა ანუ რომ შავ ხომ აი მინდა ლუპსე უყურებ ხომ პროსტა ინე შემიძლია 5 ჯერ უყურე ზედიზედ და აი სიგიჟე არიგჩვენია რომ პროს ბიტი ჩარტა და შენ დააფრისტაილო აი მე მართლა პროსტა არ შემიძლია ფესტავალი და ანუ არც მინდა დიდად bullshit აი მე არ მინდა პროსტა მე მინდა ბიტები ვაკეთა მე ბატონაზე რა რა ქვია მომენტოა აუ მე რა საერთოდ არა ნებისმიერ რაღაცას დაწერა ხობშო ამ ზაფხულში რა ვიღაცამ დამინდერე რომ რაღაც ძანაყლეობაზე დაწერე ესე კი არა რაღაც 200 რაღაც სიტყვანი ისაო რა და გამომდინდა რობერდიანი რაღაცა რა ვეცადე რომ აი ზურასავით დამეწერე მთლიანად რა ქვია მოთხრობა თუ რაღაც და მოთხრობა არის იმაზე რომ ჩემი მეგობრები მიოციეს ახლამდე რა ყოლა და გარემოსწერდი ეს მომწერე ეს დაიდროვა რა ეს ასე დაიდროვა ნუ ასე როგორია ამ შენდა ზურას მამაშვილური სიყვარული აქვს ეს რა ქვია parasocial არა ან ბას ჩახლე ეს ზურას რა ქვია ფულაიქებ ხომ თვითებს ხო თვითებს რომელსაც მე ზურას დედა და თვითონ ზურა ხომ ალბათ მართ თან ვაფშე მინდა ანუ ყველაზე კიდე რაღაც თან hardlines დადროპავს რა უსწოდ ფოიმას დადროპავს ესე რომ ვერხის ყავსანის ხელა რაღაც დადროპავს და აი ხო გაუდარებს ვერ მომენახავს და მე შეყო და დაულაიქებ მაგას და ზურა თუ უყურებ ამას აიცად და მე ვარ ეგ რა არა მგონი ზურა უნდა შეუყანთ rednotes-ა აი მას სიგიჟე იქნება და არა კონტროლ დაიფაროს ან თავისი კაცი უჯახი შექმნათ აწი უწევს ნუ არა ბინო ვერ უშავნია ბინო ვერ უშავნია ხო ვა აგეს ეს რა ყოველთვის შეეთხვა ახალ ბინაშია მაგრამ მაგას პასტავს მაგაზე თვითონ ხომშა ხო ან ტიპ იმდენად კარგი რაღაცას ქნის მაგრამ ან ხატაკია მაინც ან შედარებით იმდენი წარმატება არ აქვს და იმდენი ფინანსური შესაძლებლობა რომ სახლი იყიდოს ტიპმა არა დაუჯერებელი რაღაცა რომ ზურაჯიშკარიანს ანუ აი არა ეგ დაფასებული ან ტიპს თამაში პროსტა ბრაუზერში შეხვა და თამაში რაღაც ასე აი რა მითამაშია ხა რა პროსტა ან აი ფაქტია და ეგ ისე დილაზეტილი GZ არის რაღაც ან გონ დილაზეტილი GQ-ს თამაში რაღაც საინტერესოა თავждებოდი ეს lucifer.com რა ტაილანდური საიტი გახდოცებ ხო იმიტომ რომ იმან ჩანს Temple Pharmacy Temple Pharmacy რა არის დღემდე არ მესმის აუ აი Temple Pharmacy ან მუსიკა კი მომწონს ალბომიდან Flower რაც ქვია ამ ალბომს ძალიან მომწონს ეგ მუსიკა მაგრამ თვითონ ხო Temple Pharmacy ხო და ან თვითონ მუსიკა ძალიან მომწონს მაგრამ ანუ აი რაღაც ანუ აი არ ვიცი ანუ არ შეიძლება კაი ეკატას მაინც ხო მაგრამ მაინც საბანა აი საბანა მართლა აი საბაზუდი დისკოიზა იო აი გენიოსია მართლა საბანა თუ ოკეი საბანა აინტერესო ოკეი სკაი ბიტები მაგრამ ოკეი ან ჩემს ყოველი პროდუსერი არა ამ ჩემს ყოველი DJs ეგ აი მართლა გიჟი პროსტა არო თამიგებული მაგრამ აი ის Xavier's Oasis freestyle აი DJs pizza ოკეი ხო და ინგლისს ოკეი ინგლისს რამდენიმე თვით ჩავარდი მაქსიმეს რაბიტოლში და უნას რაბიტოლში და რაღაც უძველესი ვიდეოები ვნახე რა პროსტა მაქსიმუმ ჩაიზ YouTube-ში ჩავწერე და ძალიან ძველი ვიდეოები რაღაც 10 წლის წინ დადებული რაღაც მეგობრით გადაღებული YouTube-ზე ფილმ-კარმით რაღაც საოცრებები არის რა ჩავყარე ნენელა და ძალიან მაგარი რაბიტოლი იყო და მან იყო ვიღაც გოგო რა მეგობარი მე მაგოგო მეგობის რა ქვია რაბიტოლში ჩავარდი რა რაღაც კოლექტივი ქონდეთ ბავშვობაში რა რაღაცა და Facebook-ს გადავედი მე Facebook-ზე ვნახე რაღაც ფოტოები 10 წლის წინანდელი ის გოგო იყო ფოტოგრაფი თუ რაღაც რა თან ხატვარი და პროს მაქსიმით ბავშვობის ფოტოები იყო
და ერთი ორი ლაიქი ქონდა. და მე ვინ ამეთქი რა ეს გოგო რა ყოფილა ვიღაც ანკა. და ეს ანკა ყოფილა მაქსიმეს ის რა ქვია დიზაინერი ხა ფანჯისე. ეგა ხო აი მე მგონა იყო მაგის ცოლი ხო არ ცოლი ბებერი ცოლი ყავს თურმე. ბებერი რა ნუ უშოს. ოდის თუ გაიგო ეს მაქსიმუმ. რავი ხო მაგაზე მე არა პრობლემა არ მაქვს პედაგოგ ტექს პრომ სასვებერი ხოლმე შენ ვიცი რა მოგწევს რა. ბებერი ხალი პრეფერენცია აი ოიფ თუ იმიტომ რომ ძალიან ევასება ხატის ბოზები. აი იგი სტარეთ ზო რავი 49 სერიაში შევ გაჟღებდეს მანამდე არა 49 სერიაში ის ხალი მოკნეს რა. და იცლება overflow ჭედებელი ბიჭო აი მაგხელა ხალი ასაკეთებ. აა არ შეიძლება. კაი ვეღა არ შეიძლება. ეჯინგ ამოსტოა ინზე რა არის ხარბა? იქა რავი ჰენჯ არა ის საქართველოს პროსტა მაგრამ ზოგადად არა აბა რა ხარ? ბამბულზე თუ რა? სა ბამბულზე აუ რავი ყველაფერი მაგარი ყლება ანტრო ანუ იმე ორი ტიპი არის ჯამში და კარჩ მაგარი გოიმები არიან ყველა აი აქვნა სვანად ვერ ვიყო პროსტა ჰა? 4 კაცია და რამდენიმე ჯექტობიან? მართლა ანუ იმენა იგრა პროსტა ზოგჯერ არის რომ აი იმენა 1000 ერთხელ რაღაცა იმენა ჯემს იპოვე და ის იმას იგიზა და ძალიან თაფტენ რაღაცა და იპოვე ხო ძალიან ბევრი ჯემს. მართლა ვიპოვე ერთი ვიპოვე და მაგიტო შენი ცოლი ხა. ერთი ოეს თორეს ლაიქა ხა ვა შოკო მაგხალი ხარზა. სპასა შენო. არა ხა ეგეთი ტიპი პროსტა რა ერთ ორ ვერ ვიცი მე ვერ ვიცი მე notification ჩართე და 2 წუთი რომ მე ნახე. მაგარი ტაქტიკა. მე მასე აუდიო შეყარებული ხარ შორი. თორე ექსპლოიტები. მე შენ შეუყურდი რა. ძალიან მაგარი. აი ესე იგი გონად მოხდა ეგ მართლა ანუ პროსტა ერთ დღეს მოხდა და მოხდა ანუ მე ვაფშე кайხანი არც ვიცოდი ვაფშე ვინ იყო იმ ხელ ბილდ ქონდა რავი ანუ დაუჯერებელი. ნუ და იმე ერთხელაც არ ქონდა ახსენები ჩემთვის და ანუ კატომ და ვაფშე კატომ მითხრა თუ ვიღაცა ანუ დისკორდში ვიყავით და გუგლში ყარებული თავს გამოვყლავდი სიგია ან პროსტ გიმალოდით ყოველს ანუ არ მინდა არ ვფიქრა ვაფშე რაღაც ავითვალის არ მჯერა მაგრამ ანუ შეიძლება რომ რაღაცა არ თქვა იმის გამო რომ მაგის მეშინოდეს ანუ ხო მეც ვაგვიზო ამბოლდო შო ანუ თუ მართლა მაინტერესებს რაღაც ანუ არავის არ უნდა მიხავმა სანამ არ მოხდება არაფერს თქვა არ მიყვარს ხო ზუსტად მე უარესია რომ ბიჭო რა ხდება რომ შეიკითხებიან ხო ამ მე ვაფშე ანუ ფუის არ მომწონს რომ ანუ ეს მეგობა ანუ ხო მეგობაზე აინტერესებს რა ხდება მაგრამ არ მომწონს რომ ვიღაც რომ მეკითხება და რა შრობით თქვენ რაღაც აი ეგეთი რაღაცები ანუ ძალიან ინვეისებაა ჩემთვის აი ჩემ ბიზნესში რა გინდა ძმა ხო აი მესამე კაცი relationship-ში ჩორლობრი და ძალიან არ მომწონს მე ის კულტურა არ მესმის რომ აი შეყვარებულზე ეჭვრავ შენ მეგობარს აი მართლა აი იმას იგია პროსტა და ჩემი დედას პიცა ვარ აი დაუთვიქავ ხა რა უქნა დაუშორდეს ყარებულზე არ მესმის მაგრამ ცოლზე ეგ მესმის აი კაცები რო არიან და ცოლები რო ესეღებათ აი მე იქ ძალიან დიდი ინსპირაცია ჩემთვის და აი მარტო ვიმედონა და ოდესღაც ეგეთი კაცი ვიქნა ცოლზე ფაფში ზოგი ვიყავს და ტელეფონზე რაღაც ყლევა გიწერეს ახლა ნაბოზე ღორი ზეროხსა ფეგურს რო უყურებ ბუნდესლიგას რო უყურებ იქაც სამფაკა ტელევიზორზე ისე ახლია საქართველოში არა რაღაც ძალიან ბაბის კულტურა როგორც UK-შია იმიტომ რომ ხო არა და მაგრამ მინდა აი მე მინდა რომ US ჩხუბები რო არის აი ილიათა პრეს ჩხუბს ყო ფაფში და იმე ყოლა გაგიჟებული და ლუცროსონთ გათქებიდან ანუ პროს ჩემთან გვერდითაა რაღაც კამენიკა გაკეთებული საუდია იმენა ორნაბიჩი იქ შედიან მოდიან და ამ კამენიკანზე ჯდებიან და შუაღამამდე ხო და აი გარშემილია ეხა ეგ ბესეთ გადაისყლება და აი მე არ მევასწრებია ზამთარია თან აი ბესეთაში რა უნდა დაგსვას აი მართლა ან მე ვაფშე ვერ ხვდები ლუდი რა უნდა დაგაგებინოს აუ ლუდი მე ძალიან მეყვარს ცხნეიძიან მაგ
ან ლუძე მართლა ვიტყვი просто რომ ეკوارت ეს და ანუ ეს პირველი 10 ჯერ დალე არ მოგეწონება. ხო თან ეს არის ვარ 10 და მე შენ ტოქსიკოლოგია. ეს ამ სულ გიფტიან თუ ვის დუქსნაპოლი რა არის? იგი უცებ და თუ დამარტყავთ. დუქსნაპოლის რეკლამა შეხვედრია? კი მგონი და რა არის? ენერგეტიკული სასმელი დუქსნაპოლი და ძალიან გაუთიდისა საკია. მარკეტინგ კემპეინი აქვს, რომ აი უყლევას ედიტები აქვს, მაგრამ აი მართლა გამოდის ყიდვა მინდა. რაც ტელევიზორში გადის ხოლმე საპატრიარქოს აღსებანი. თვალი მომადეჭე და ინსტაგრამზე ჩავდა. ანუ ნაკურთხებულია? ფრაზ ნაკურთხებულია. on ძალიან ცუდი დიზაინი, მაგრამ ანუ საიმინა უჭველი გაგონო, მაგრამ რა ძალიან მიცნობა. დუქსნაპოლი. 11 კილო. არა ძალიან preppy და fancy რეკლამა აქვს. თუ არა. არა, პირიქით. არა, იგი მახსოვს. სულ სახელი მახსოვს просто ეგრე. იმიტომ რომ სახელი ეგეცია. ბავშვობაში მახსოვს ვიღაცამ ძალიან ბევრი ბუღა დალია და ცუდად გახდა ხველებით დაიგულა ამის ბავშვი უბანში. უჭამე უბანში ესე არის ყოფილი ძად involved. მართლა მეტყობა ხა ცოტა მიტყდება კიდევაც. მაგრამ აი მე ნათქვამი მაქვს რა ქვია. involved ვიყავი რა, აი ხანი. საუკეთესო მეგობარი მყავდა რაღაც ქუთი ლუკა ზუნთუროვი. მახსოვს ეპოში. ძალიან გოთი ბავშვი იყო, მიყვარს. თუ ისმის არ უსმენს დარწმუნებული, იმიტომ რომ ფეხბურთი ეს მიეწო. მაგრამ ძალიან კაი ბავშვი იყო რა, სულ ჩემთან ამოდიოდა და ან ქართული მაგდროს არიცოდა რა, კარგად და მაგრამ ეკიდა რა. просто მაგარიტები იყო და ესად ვიყავით ხოლმე, მაგარს კონტროლობთ ხოლმე. მაგრამ მე ლოლიგან მოვიწევე. და ანუ вообще უმეჩ ხოლოს ვიცნობ ჩამოშორდი რა და სხვათა შორის ჩემი უნდა ვინცა რა კაპტენ ხალხი არის რა. ზოგადად. ახლა იმ დღეს რო ახსენე რა. ოკეი. გვიდა დაუბრიქო просто. დაიც. просто ყოლამ რო იცის ხა რა. გერი ისეთი ადამიანია და მართლა საოცრებაა რა. მესამიკა ხო, ანუ ეს დამდოქსება კორპუსს ხორკა. აი ის აუ ფოტოგენია ძამა. მესამიკა რა იმხელა რა. არავინ არ დავანგეო. ანუ ხა თან ავტორიტეტი აქ იმხელა რა. თან ანუ ბიჭა მე რა კორპუსში ვიყავი. მაგ კორპუსში ცხოვრობს ეხლა ჩემი გრაფის დუო. სპაკი? ხო, ანუ რაღაც საოცარი დამთხოვა. და მე ვერ საცხოვრობს? ან რა კორპუსში ცხოვრობდი, მაგ კორპუსში ან მაგ რა სადარბაზოში ცხოვრობს. და იგივე სკოლაში დავდიოდით. არ ველოჯერებელი და იმ დღეს აღმოჩნდა ბებია ჩამითხრა რომ სმაქს რა ქვია რა ბინაც ქონდაო. შენი ბინა ვისაც ქონდაო იგივე ტიპის არისო და ანუ იგივე ტიპის ბინაში ცხოვრობ просто on სხვა კორპუსებში ხა. და ჩანერგა იმ კაცმა თეორიულ გრაფი ჩანერგა განში. კულტურა. ახლა ეს 20 წელში იმედი მომხსენებია როგორც განში გრაფის დამაარსებელი, იმიტომ რომ ახლა არ არსებობს. რავი ფაშისტები ხარიან და ფაშისტები კულტურას ხატავენ. ფასტიკების კულტურა. თქდზე, აი მე კონკრეტულად თქდზე ახატავენ სვასტიკებს. აბა რა მითხარი რაღაც ჯიმი არის ბოქსინგის თუ რაღაც ბოქსინგ ჯიმა საუკუნოვანი რა. აბა ბოქსი ვისაც უნდა განში ყოლა მან დადიოდა რა დადის დღემდე. მაგრამ ისინი ახლა მაგარ შარიან. გუნერობაზე მინდა დავაპარაკე, მაგრამ გუნერობაზე რა მინდა და მეთქვა აღარ მახსოვს. вообще ერთ ფილმში იყო вообще ბრაიტონის რაღაცა რა, ძალიან მაგარი ფილმია. და მოჭიდავე კაცია რა, კახი ტავშაზეა. ხო, ვიცი. watch this შენოკემე. ძალიან მაგარი ფილმი, ძალიან მომწონა. როგორ просто я მე კიდევაც სადნო ყო, არ ვიცი მართლა. კავია პლუსონა, მოხსენ აკაუნტს თუმინა, ნაკიბი მაქვს. ქართულ ფილმების ყურება მინდა ეს ბოლოდელა და YouTube-ზე დავს 220 p ხარიტოს. შენ მე კაი ხან ქართულ ფილმებს უყურებ. вообще. მე вообще არ ქართულ ფილმებს თაფსენ. ქართულ კინოს. вообще არ. ძალიან ცოტა მაქვს დანა. როგორც დეივიდ ლინჩმა თქვა, უყურებ ქართულ ფილმებს და დეივიდ ლინჩს ეგრევე თქვა მე არ უყურებ.
ეხლა შევედით რომ Letterboxd-ზე და იგივე შემხვდა ღვინის ქურდები. ჩვენი რევია. ნახევარსაათიანი ფილმია. თან საყვარელო. იარეკი. შეიძლება არ მოქმედება. არც მე. very classic. ამან თავს არ შევიწყნა არის და არ ჩამოთვალს. ეს შეიძლება არის ძალიან კაი. აუ მე მე მონანიებაც არ მაქნასე. მონანიება აი ანა ხილ მონანიებას შეიძლება ცა. მონანიებას რა უნდა გითხრა? აუ არ ვიცი. ან ნოუთებში მიწერია ერთ-ერთ ტოპიკად გუნერობა და ანუ იმენა მახსოვს რომ ანუ ვიცადი რომ მეთქი აუ ამას მაგარი რაღაცები მაქვს თქმელი თქო და ანუ არ სჭირდება ხა ამას გამწსობა თქო იმე გამახსენდება თქო პროსტა მიწერია განსტრო გუნერობა და ეს აღარ მაქვს რა უნდა მეთქვა. ხოლსეჩ გაიგრაიუძე და გუნერობა ჩაწერე ნოუთებში რა. ნუ აი ვა. ჰაუ რა უნდა იყო გუნერობაზე? აი ამას ხარა. შენდეგი თემა აბა რა გიწერია? ამიგიწერია? აი ჩამოვთვლე ხარ მეწერა მგონი ყველაფერი დავაქავე უკვე. მეცა ეს არასწორად მაპარებდნენ ნო? ბჭო მე კი ძალიან გადავედი და რაღაცა ყველაფერზე. მე ვაფშე არ შანსია. ჩა ინტერნეტ კაფეები Red Note. Red Note არ გიხსენებია ან Red Note. ნუ ხა პარეთ ხო ახსენე მარასტა. კიდე ხა გუნერობა NGO-ნიკები საზოგადოების გაბოზება პროექტები და ბოლო თემა მიწერია მამაშვილის სიყვარული. ამაზე არ მილაპარაკია ჯერ, მაგრამ ამაზე დიდი სალაპარაკო არც არის, პროსტა მე რა ვიცი და იმის ჩუბუნა ჩამოფიქრა. მე რა ვიცი იმის ხო. მე რა ვიცი იმის ხო ველაპარაკეთ უკვე. ხო და მე ხო ველაპარაკეთ. შენ Red Note-ის ინციდენტზე. რა სიტყვადი? რა მოხდა რა? როგორ და მე მაგარი ლიბერალები ყოფილან და რავი salutations chose თქო უთხარი პოსტზე დავწერე caption salutations chose how do you say find shit in Mandarin თქო რა type shit in Mandarin თქო და იმენა ხო და სოფი აღონ შარშანდელი ეგრე თქვენკი რა და მოკლედ ეგა ასე ვიზდები რომ ჯერ ხალხს შეუყვარდი რა იმენა ყველა ჩინენაშა შენ დაიდე ყლაზე ჩოლო მე უცბად რაღაც ტიპი გაიჩიდა რა ინტრიგანი და ბიჭა ხა შენში ხოლმე გაქ რა ეცამბოფო რაჩა სა და ბანი დაგადეს და ანუ გიბროზებოდი ბიჭო რა ხო ყოველთვის კომენტში სკრინშოტს მიწერდა რომ ამას არ დავუწყებ და დაჟე ეგ პოსტი დამირეპორტს ეგ პოსტი დამშალა რეპორტებზე გამო შენ აწა არა რეპორტებზე გამწამშალა და ხალხი მაგიტომ მიწერდა კომენტარებში მე ამ ფოტოს მიგდებდა რომ ამას არ დავუწყებ და ეგ გვაქვს რომ მე წავშალე და შემეშინდა რაღაც შენ ჩაუგდე TMN Squares ინციდენტ და მე ამას არ დავუწყებ ყოველდღე მაგარი ფენომენი არ დეფინიტრო მეშინი ჩინელი ხალხი სადაც და ფრიკობებს რომ წერდნენ რაც შემეშინდებოდა ეს ხალხი შეგიძლიათ არ წაიმოს და იმე ყველანტარს can I make friends და can I have your WeChat და ასე არა მე ნახე რომ სერიოზული რაღაცები მომწერეს რომ ეგ მასა ერთი შემთხვევა იყო იმიტომ რომ აშკარად ახალი გავარდნილი იყო რა და foreign ხალხი ვაფშე არ იყო და immigrant for years ago შენ იმას ამბობ რომ Red Note ჯობია Tinder-ს რაღაც ხელ ბიჭო საქართველოში კი რავი მარტა passport bro უნდა გახდა Tinder ისეთი ყლევა რომ მარტა გიჯობია რომ Bolden Bancroft იყო და third world country-ებში დადიოდა გოგოებს მასტყნავად აუ მე მაგრამ არ მისის რომ აჯოვენ ქართულ ხალხს რომ აი ქართული ცოლიდან საქმე არ მინდა რა ქართული ცოლი და საქმე არ უნდა ეგ მაგრამ იტყვა ხო ბიჭო მე მაგაზე მაგვეიზე ვაფშე არ ვარ იმიტომ რომ მე პირიქით მე მიტყდება რომ უცხოელი რომ წონს ეგ მაგრამ მიტყდება ხოლმე ხო უცხოელი რომ წონს არაფერი არა რომ წონს ხოლმე აი
აი ცოლი მეფასებგანაებას. ანუ იგივე რაღაც რეფერენსები ექნება და იგივე რაღაცებს გაიგებთ სხვა პონტიოებში. აი იაპონელ ცოლზე გასკრფავს. ბიჭო, იაპონელი ცოლია PewDiePie-ს კითხოთ მაგაზინზე მაგასაც. PewDiePie-ს გონი ერთი იტალიელი ყავს, მეორე იაპონელი, მგონი? ხო, აი ამერიკაში იქნება. ოჩინაში ყავს გონი იაპონელი ცოლი და Rampage Jackson. Rampage Jackson-ისა. How it's like. All gosh. ჩემ გვერდზე რას მაიფიქრე და ძალიან მაინტერესებს. და მე ხაი რავი. არ ვიცი, ეთნა. არ ვიყავი ერთი კვირა იმენა. გავჩე რა. რავი, რამდენი ხანი გამოვიდა, ერთ საათზე მეტია აშკარად ძალიან. არა? ხო რა, ის ინტრო აუტრო გავუკეთ. ხო, კაი. მადლობა მოსმენისთვის. ამიერიდან ყოველ კვირას დავდებთ ჩვენს პოდკასტს წკაპინს და ხო რავი, ნუ დასკაპინოთ. უბრალოდ ამ წკაპინ ტიპები უნდა იყოთ ფუნებით. თორე ისე რავი, კაი, შეიძლება დაგბლოკოთ. რაღაც ეგეთი რა. ამი ვაგეითქიფებთ ამას, короче. ხო. ვარდა წკაპინი ხახით. ანუ ვინც სკაპტინა აქ არის უკვე, მაგრამ ანუ ხوار დავუფრთხილდით კიდე რაღაცეებზე. ხო, მე მაგაზინზე ვიყავი вообще. მიდი, აბა რა მეთქვი, ჰა. კაი, მოკლედ, უკვე თქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, Xavier So Based on the Radar Freestyle. აი, მართლა დაუჯერებელია. მაგას უნდა მოვუსმენოთ და უყუროთ. და კიდე ამბოლ დროს აი, Lost in Translation-ს უყურეთ და ხანს და აი, მართლა აი რავი. ნამდვილად. აი, მინა სიკი, აი, ისეთ სიკი, აი, რავი. კიდე ერთხელ უნდა უყურო. მართლა მე ძალიან მომწონე. აი, მე ამბოლ დროს რას უყურებო? Which Airplane ძალიან მომწონა. კომედია რა. Airplane? ხო, ეს Airplane-ში რა არიან და რაც კლებები ხდება. ხო, მაგას უყურეთ. მე ახლა წავიკითხე ეგლესაც რა ქვია, რა თქვი არის. ფატალიტი გნედან, საყოველთაოდ წაიკითხეთ. შეიძლება მოგეცანოთ, შეიძლება რა, მაგრამ არ გამიმკვიდრეთ. და ნეცმენს არ მოусმინეთ. არა, მოდი არ შეიძლება წინააღმდეგები რა ესა. ეს აი ჩემი რეკომენდაცია. კაი, ჩაო. მადლობა, ბრატერ, ვიცი. მადლობა.